თუ გინდა რომ შენი შვილისგან ბედნიერი იყო ამას ვეუბნებს უფროს მაშინ ჯერ თქვენ ერთმანეთს უნდა იყოთ ბედნიერი ან თქვენ გააბედნოთ ერთმანეთი თქვენ ცოლ-ქმარმა უნდა გააბედნოთ და თქვენ უნდა ხარობდეთ ერთმანეთი რომ მე თქვენი შვილი იყოს თქვენი ბედნიერი და ოჯახში ეს სიყვარული ტრიალებდეს აბარა ეს აი მამისა და დედის ერთმანეთთან სწორი დამოკიდე პატივისცემა როცა დედა მამას ცემს პატივის მამა დედას ცემს პატივის ადროდ და ერთმანეთის საოცარი მოწება და მორიდებულება აქვს დედას მამის ერთმანეთთან ესეთ გარემოში როცა ბავშვი იზრდება ის ყალიბდება სხვანაირად ყველა ოჯახმა ყველა ცოლ-ქმარმა ყველა შვილმა ყველა დედამ ყველა მამამ გაიაზროს ეს თუ რა არის ოჯახი და შენ როცა ოჯახს ქმნი როცა შენ განცხადებას აკეთებ წინაშე და ეუბნები რომ მე მინდა რომ ეს ადამიანი გახდეს ჩემი ცოლი მე მინდა რომ ეს ადამიანი იყოს ჩემი ქმარი როცა შენ ადამიანი ამას ამბობ შენ ამით პასუხისმგებლობას იღებ როგორც საკუთარი თავის წინაშე და იმ ადამიანის წინაშე ისე თუნდაც საზოგადოების წინაშე და მე ღვთის წინაშე არც ესმის რატო ამბობს ადამიანს ჯვარი დამწერი ასე ნიშნავს ჯვარი დამწერი ჯვარი დამწერი ნიშნავს იმას რომ მე მოვდივარ ეკლესიაში მე მოვდივარ მოზღვართან და ღვთის წინაშე მე მამაკაცი ვამბობ ეს რამეს რომ აი ეს ადამიანი რომელიც ჩემ გვერდით დგას რომელიც მე ავირჩიე ჩემი ცხოვრების თანამგზავრად რომ მე თელი ჩემი ცხოვრება ამ ადამიანზე ვიზრუნებ და ეს ადამიანი იქნება ჩემი ბედნიერი და ამ აღთქმას მე ვდებ ღვთის წინაშე ღმერთის წინაშე და აღთქმას